სუბაში ჯარიმები, ანუ რას გვიშვება ეს პატრული რა. სიახლეები არ არის და ჯარიმებზე ვისაუბრებ ამ ვიდეოში. 22 მარტია, შაბათი დღე. სტატისტიკა გამოქვეყნდა და მოკლედ 2 თვის განმავლობაში იანვარ-თებერვალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 24,794,000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერიათ. ვიღაცა იტყვის ბევრიაო, მაგრამ ეხლა შევხედოთ, აბა ბევრია თუ არა რა. რაღაც ხო უნდა შევადაროთ. შევადაროთ წინა წელს. ხო, წინა წელს იგივე პერიოდში, იანვარ-თებერვალში გამოუწერიათ 34 მილიონის ჯარიმა. ანუ 28%-იანი კლება, 28%-ით ნაკლების ჯარიმები გამოუწერიათ წელს. რაც შეეხება ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებულ მიღებულ შემოსავალს, აქაც 28%-იანი კლებაა. ანუ 53 მილიონი იყო ეს საურავები, სანქციები და ჯარიმები ჯამში წელს ორ თვეში და 2024 წელს იგივე პერიოდში იანვარ-თებერვალში იყო 61 მილიონი. ამასთან იანვარ-თებერვალში წლის იგივე პერიოდთან შედარებით თბილისში პარკირების ჯარიმები 52%-ით შემცირდა. ანუ განახევრებულა 1,400,000 ლარი მან დაიწერა არასწორი პარკირებისთვის, შარშან 2,900,000. აგრეთვე შემცირებულა უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა. 227,000 ლარის ჯარიმები გამოიწერა, რაც 58%-ით ნაკლებია წლის ანალოგიურ პერიოდთან. აი ესეთი ამბებია სინამდვილეში. ასე რომ პატრული მძვინვარებს და რაღაცას აშავებსო, როგორ ჩანს, გადაჭარბებულია. ოჩახ ბიჭებო, ნაკლები ჯარიმები გამოწერეთ. 100 ლარით მეც დამაჯარიმეს წინა თვეში.